სხვათა შორის სარკეში ხანდახან დგება და კვდების სიცილით. და ეს ჩემთან სველური მასხარა ხარ, ვინახარ შენ? Smile. აი ეს ახალგაზრდები გიჟდებიან ჩემზე და რატო გიჟდებიან მე? აი ქუჩაში ხომ ხვდებიან? მართლა ვერ ხვდებით რატო გიჟდებით თქვენზე ყველა? მე ვერ ვიგებ, ვერა, მე ვიმღერე როგორც ვერ ვიცი რა, აი ფანერად მე ვერ ვიმღერე. უბრალოდ ეხლა ახალგაზრდებს რო შევხვდი მე ესე იგი რო განაცდა სცენა კიფილი რო ადგდნენ ესენი არ ვიცი ხო იცი შენ ნავახი და მე დღემდე რომ მკითხო ვინა ვარ რა ვერ გეტყვი მერი შენდელი იყო ესეთი მომღერალი ქართულ სტილში ცაბაძის სიმღერებს მღეროდა და მე მომტყდა ეს სიმღერები როგორ ასრულებდა ძალიან ესეთი ქალი იყო მეტრიანი ასეთი ფუმფულა ქალი ძალიან კარგი ადამიანი ხო და მე ამას რომ მოვისმენდი პიანინო მქონდა დედას და უკრავდი უკვე პატარა უკრავდი მღეროდი იმ სიმღერებს და გავაღებდი ხოლმე ფანჯრებს და ჩვენს პირდაპირ იყო კორპუსი და ფანჯრები იმადღია და მე ეს მღერი ვარ მიდის ხმა და იქიდან მაგათ ეს იყო პირველი ტაში და ვიფიქრე მე უნდა გავხდე დიდი მომღერალი მე უნდა ვიმღერო ერთხელაც დედა მოდი ახალ რა იყო მეთქი კაცო მეზობლები ამბობენ რომ შენა კონცერტებს მართავ და ერთი დაჭექი და უკარი იმღერე მე ვხარი მე შენს წინაშე ვერ ვიმღერებ მე ვთქვი ეს გამორიცხულია მეთქი და კარგია მაშინ ესე მოვილაპარაკოთ მე თავისუფალი ვიქნები ერთ ორშაბათს მსახიობები დაჭექი შენო მე ჩაგირთა ჩუმად სპიდოლა იყო ესეთი ის არ შეიძლებოდა მოკლე ტალღის მოსმენა რა შეიძლება და ჩართო და კაუნტ ბესი ახურებს ჯო უილიამსი და რა მომივიდა ის მე ვთხარი გავკიშიშდი ესე იმპუში ეს ვღერები იყო ჩემი იყო ეს ჯაზი მე ვთხარი ეს ჩემი მუსიკა მე შენ უნდა იმღერო ეს ვიმღერებ ელა ფიჯერალდის იყო ამან რომ დაამთავრა ელა ვიმღერებ აუცილებლად ხო და რაპარაკს ამბობ ეხლა ისინი ამერიკაში არიან შენ აქ ასე ვინ მოგცემს რა თქმა მოცემა ჩუმად მოусმენ ხოლმე მე ხო ინგლისური არ ვიცოდი საიდან ბავშვი ამოვწერდი ყველაფერს და სუსტად ყველაფერი იყო ამერიკული დღემდე ამერიკულია გამოთქმა და ყველა ვიღაცა მითხრა რომ ერთი ორკესტრი არისო ესე იგი სამხედრო ორკესტრი თბილისელების რომელიც ახურებენ ჯაზს და სადღაც პადუალში სხედავენ ესენი ხამე უკრავდნენ ხოლმე და დედას სპექტაკლი ხოდა და მე წავცულდი იქ ხამე ხო ნივედი ფეხით ჩავედი და დირიჟორმა ფიქრ შველა
მეუთხარი მომღერალი ვარ. მომღერალი? რას ვღერი ხარ? მეუთხარი ჯაზ. გაგიჟდა ისინი დაიწყეს ესე მუსიკოსებმა ესე მასხარათან იგი. რა სიმღერებო აი თქვათ ეხლა შეგირდეო? თორე მისტერ პაგანინი დაუკარდი მეუთხარი და პიანისტმა რაღაც ტონალობა ესა მეუთხარი იმ ტონალობაში რომელშიც კომპოზიტორმა დაწერა. გაგიჟდა ის კაცი რა ბავშვი ზარმეყური 13 წელს ვიყავ მეტი კი არა და რო წავიდა ეს არანჟიროვა ესე ვთქვათ წავედი იმპროვიზაციით იმით და აღარ ჩუმდები გესმის ის გავგიჟდი რა ორკესტრი რო უკრავს ეს ხო და ხელზე მაკოცა და პატარა გოგოს და ვიფიქრე ეს არის ბორჩა ეს იყო უკვე გადაწყვეტი იმის ჩემი სიცოცხლისა იმიტომ რომ მე სხვა არაფერი არ მაინტერესებს იმიტომ გავთხოვდი მე ჯაზმენზე რა მინდოდა რატო ვიმღერე რა მინდოდა სად დავწალდებდი ჩემი ოჯახი არ მინახავს თვეები ჩემი შვილი არ მინახავს როგორ გაიზარდა სად წავიდა სკოლაში ვინ სცემა იქ სკოლაში ვის ეჩხუბა ან სად იმღერა როგორი იყო ჩამოვიდოდი ერთი კვირით ჩავეხუტებოდი და უკვე ზარი იყო გუგულიყიფიანი იყო ეს დირექტორი მიდიხარ თითრინავი ძალიან ავსტრიაში მე ჩემთავს არ ვეკუთვნით ჯილბერტო ჩამოვიდა ასტრო ჯილბერტო ხოშენი იცნობა და შენც იცნობს და გაუხარდებაო მაგის სოლო კონცერტი ეხლა ბრაზილიის კლუბში ამიყვანა მივედი და აღარ შევედი და ის სალკეში და იკეთე გრიმს და რო დამინახა აი აფხელა თვალები ჯული გაგიჟდა ესე იგი რა არის რომ გამოვდიოდი მე ფესტივალები და რაღაცები რო იყო ეგეც იქ იღებდა მონაწილეობას და მაგიდა ხო იყო ხოლმე საერთოდ და ჩემ მაგიდაზე მის მაგიდაზე ერთად ვიყავით ხოლმე Como yo te estoy queriendo, nadie quiere constatar. Compréndeme lo que por sí yo siento. Joder, მეუთხარი საბარი თქვენი ეს პიანისტი მოვიდა. მეუთხარი აი ტონალობა ძალიან გთხოვ. ესე იგი და წამომყვები მე. პირდაპირ ზეპირად. ხო? კარგია, მეუთხარი, კარგი. ამ ასტროცეულები. ეხლა მე ვიმღერებ ჩემს სიმღერას. და მინამღერში შენდა წავოყვე. ეხლა რატო იცი? ამას შენ გეუბნები, თორე იმას კი არ ვთქვი. იმიტომ რომ ჯილბერტოს აქვს სიმღერა, სადაც მღერის შიბანდა. ოღონდ ბრაზილიურად. გამიგე? ხო და მე აღებული მაქვს, იმიტომ რომ მოუხდა ამას ძალიან და ამას გავუხეთ. დაიწყო იმან და დავიწყე მე შიბადობა და ეს თვალები ეგონა რომ მაგის სიმღერას ვიმღერებ და წავიდა ქართული სიმღერა. ქართული სიმღერა გაგიჟდა და მე შიბადობა ხომოდის დრო უკვე ამყვა და უკვე დავიწყეთ ერთად. ეხლა ქართველი რო ყოფილიყო გამლანძღავდა რომ ჩემი სიმღერა ხო ესე იქნებოდა რა. მაგრამ ის მე ახლა გავაჯაზე, ის ჯაზმენი არ არის. ის არის ისეთ ბოსონოვში. Rahar აღარ მომღერი ვარ. Rahar უკვე აღარ მივეკავე გადაცემები და ისინი ბევრია გადაღებული
მოწყენილი ვიყავი მე და ვიფიქრე რომ წავალ არქივში და ჩემი დედიკოს ემას საბუთებს და ყველაფერს წამოვიღებ რო ოჯახში იყოს და ჩემი ამბავი და მე მინდა ნახოთ აი დედა ნახე როგორი ქალი და როგორი ცვლებოდა კომედიური მსახიობი იყო და ესე იგი დედა თუ იყო აფიშებში უამრავი ხალხი მოდიოდა და ყველას ემქონდა როდესაც თავდებოდა და მოდიოდა ეს მაყურებელი პლეხანოვზე ესე იგი იფიქრეს რომ სტადიონზე იყო რაღაცა და არა და მოსკოვეთის ხალხი გაჭედილი რატომ გადაწყვიტეთ რომ ახლა დაგეწერათ ხო რა გინდოდათ ამ წიგნით გეთქვათ საერთოდ გახსენება იმიტომ რომ აგერ ნახეთ სოფიკოს მამამ დააცა ეს თეატრი ამიტომ აი დედა ნახე ეს ბოლო როლი კითხავისონა აი ეს ამით დაიწყო დედაშების სცენა ესე იგი ხალხურ ცეკვაში მონაწილეობდა და როდესაც მოიხსნიდა პაპას ეს გრძელი თმები გაეშლებოდა და იყო კილოწეველი და მოკლედ რა ცხოვრება განულა ყველამ შაშო მე მოვიძიე ჩემი ჩანაწერებში ეს გამომცემლობა მოკლედ დაუკავშირდი ისე გაუხარდაც ქალბატონი ყველაფერს გამოგიცემთ როგორ მოდით ჩვენთან მივედი დავმეგობრდით გადასარევი ხალხი ძალიან ნიჭიერი გამომცემლობა მინიატურა ქვია მაგ გამომცემლობას ხო და დავიწყეთ მუშაობა ნელ-ნელა ეს დავიწყეთ ცებნა ვინ ფული არ გქონდა მე არ მქონდა ფული ხო და გავყიდე შეკვეთილი ჩემი ისა სახლი ჩემი შვილიშვილის ნაყიდისა ხო და გაჩნდა ფული მე რაღაცები დაუბეჭდი ახლა ბოლო ერთ წელში დაწერეთ 7 წელი აი ერეკლე ჯაბადარი იყო პატარა ბავშვი მამა მისი თელი ოჯახი აქ იყო რევოლუცია ეს წაგვართვეს ჩვენ პირველად საქართველოს გახსოვთ და მამა ეს ოჯახი წაიყვანა საზღვარგარეთში და ეს ბავშვი გაიზარდა იქ დაამთავრა კონსერვატორია სხვადასხვა ქალაქებში ასე ვთქვათ და ბოლოს დაწერა ქართული რაფსოდია საერთოდ სულ რეგულეკურებს საქართველოს რაღაცებს ხო და მოკლედ ნეშტიც კი არ იყო აქ არავინ არ იცოდა და ძმამ ჩამოიყვანა მისი ნეშტი და დიდუბის იმაში პანთეონში არის ესე იგი დასაფლავებული დიდი პიროვნება დიდი მუსიკოსი საფრანგეთში მისი ნათესავები არიან და ელოდებიან ამ წიგნს უნდა გადაუგზავნო მე ქალბატონ გიული ამ წიგნების შეძენა შეუძლია ახლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია უღოდ ჩემთან მოვიდნენ სადმე მაღაზიაში ხელმისაწვდომი არ არის მაღაზიაში არ მინდა იმიტომ რომ ერთხელ მე დავდე მაღაზიაში და ესე იგი რამოდენიმე თვე და რომ მივედი სადღაც წიგნის ქვეშ წიგნების ქვეშ იყო შედებული მეუთხარი ვინ იყიდის მომეცით ჩემი წიგნი და წამოვედი როგორც ვიცი გინდათ რომ სინდისის პატიმრებს გაუგზავნოთ ეს წიგნები ჩემ გულში არიან ეს ბიჭები და ეს ახალგაზრდები რომლებიც ესე უსამართლოდ ცემატყებით შეყარეს იმაში ციხეში მე ნერვები დღესაც მეშლება მე აღარ დავდივარ არსად აღარ მინდა მაგათი ნახვა არავისი ნახვა მე მინდა ვნახო ჩემი ბიჭები აუცილებლად მზია მინდა ვნახო მე ერთ კომპლექტ 7 წიგნს ვაძლევ მზიას ანდრეს ვაძლევ მე 7 წიგნს მთლიანად
იმიტომ რომ მოსკომედიაში ხო იყო, ხო და მოსკომედიაში 60 წელი იმუშავა დედაში და აი ეს მაქვს მე ჩემი შვილია რა. ციხეში უნდა გაუგზავნოთ ამ დროს. ციხეში, ხო ციხეში. მე თუ შემიშვებენ მეც მინდა მივიდე და მივიტანოს. მოგეთ 3 კომპლექტი 21 წიგნი. მიდის იქ. ესე იგი მზიას ერთი კომპლექტი, ერთი ჩვენ ჭიჭინაძეს და ის ერთი რომელიც არის, ვისაც უნდა და ჭიჭინაძე ვისაც მისცემს, ესე ის იქნება ეს. ბიჭები გამოვლენ. მაგრად უნდა ვიქეიფოთ ერთად. აუცილებლად. ვიმღეროთ ხალხური სიმღერები, ჯაზით ვიმღეროთ და ჩავეხუტოთ ერთმანეთს. აი ჩემი შვილები არიან ისინი. და ქალბატონი ზიასაც უნდა ჩავეხუტო, იმიტომ რომ ეს ქალაქი არის ჩემი სიყვარული და ეს ქალბატონი არის იქაური, ხო? ბათუმი. ბიზნეს რო შევხვდები, მე წავუკითხავ დედურ ინტონაციაში ის რისი ღირსიც არის. ვეტყვი რომ ძალიან დიდ შეცდომაში შეტოვე, ძალიან დიდ შენ დაღუპე შენი ოჯახი, შენ დაღუპე შენი სახელი, შენი შრომა წყალში შეყარე, ხო იმუშავა სადღაც, ხო? რეები გააკეთა. ვის გულისთვის, აი ამ ლატერაკების გულისთვის გვეწეროულდათ. ამათ ფეშენებელი სახლები ნახე. იმაში, სანამ შეხვალე მასე ვიქნა. ახლა მაღაზია ლაპარაკი ზედმეტია რა. ჯერეკეთი 2 წელი იდგა ხალხი შეერწყორვალი სიცივეში გარეთ. ქალები გარეთ და აბსოლუტურად სახის მიმიკა იყო როგორი იცი თავრობის აი თვალები ის კობრა ხო გინახია კობრა რო გიყურებს აი კობრას თვალები არაფრის თქმელი ცივი თვალებით უყურებდა და საქართველოს თავრობა მე საშინელება მე რო უყურებ მე ზიზღება ზიზღი რატომღაც აი სიზღი მაქვს რატო იცით ესე გაჭიმულები რო დგანლანდესა და ჭყვას რო გასწავლის და ამ დროს რო ეს ახალგაზრდები ყავს დაჭერილი როგორ უტყავდნენ როგორ ათხრებდნენ რაც აკეთებს ეს რაც აი მაშულებს ეს რაც აკეთებს ეს პოლიცია ეს ვინ არიან ესენი ქართველები არ არიან აი ამას ვიტყვი იმიტომ რომ თვითონ ახალგაზრდა ეს ზაქვია იმას არც მინდა გავიმეორო გვარი და სახელი 6 თვიანს რო იკეთებს იხუჭუჭებს აქ და სულ ისტორებს იმ 6 თვიან მე იცი როგორ ხედავ ყველაფერს თვის ატყუილებს ვის გიulis მე ვერ მომატყუილები ჩანჩურა რაღაცა ჩანჩურა წარმომადგენელი რაღაც ენაცვალე მიშას ვინაცვალე მე მიშა რო იდგა ხოლმე რა ბიჭი იყო გენიალ აი მაშინ აი ეს უნდა იყოს ამიტომ მე მაგათი არ ვარ რა შემიძლია თქვა მე ვიცი რომ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩაიყრიან თავს გავადრო და ყველაფერს დაუბრუნებენ რაც მაგათ გააკეთეს იმიტომ რაც სიკეთე თუ გააკეთა სადღაც ისიც დაუბრუნდება მაგრამ ის რაც ჩაიდინა ქართული ერის წინააღმდეგ რაც ლაპარაკო
ეხლა მე ვერ მიჭერს, იმიტომ რომ მე ვარ ამერიკის მეგობარი. დედას ეხლა არ შემაგინებინო, რას უზავენ მაგათ. პირველს რო იწერთ ქუჩაში რო დადიხარ და პირველს რო იწერთ ტყუილი, შენ არ ახარ ქრისტეს შვილი და ღვთისმშობლის შვილი. იმიტომ რომ შენ ბრუნდები ამის შემდეგ შენ რაღაც საშინელებებს აკეთებ ცხოვრებაში. ეს და იყო წმინდა. აი რომ მარტო რჩები და რო ჩაიხედავ შენ შიგნით სულში და ხედავ რომ შენ სულთან ხარ. რა კარგია იცი? იცი რა კარგია? ფულზე არ გავყიდო ვარ. ან რაღაც ფული ეს გამოდიცული. გადაიღრია წუთი სოფელი. ამ სენს მიყვება ბედი. ადამიანი ბედს ეხეთქება, ვეღარ იპოვდა სიმშვიდის გზები. ომებმა გაუგებროვამ, წაიღო სიცოცხლის წლები, დრომ შებრალება არ იცის, ჩვენ ვერ გვიშვენიც უცხო ხმები. არაფრისად არ მეშინია. არაფრის. შიფშილიც გამოვცადე, ღალატიც გამოვცადე არაერთი. დაშორებას დღემდე მიყვარს მე ჩემი ხმარი, გულში მღავს. არ ვაპატიებ ის რაც გააკეთა. მაგრამ შიში აი რომ მეში არ მე ვარ მომთმენი ძალიან. მე შემიძლია მოვითვინო. თმენა ქრისტემ რა გვითხრა? თმენა ეს არის მთავარი. კიდე რა გაინტერესებს? მარტოობას როგორ უმკლავდებით? კარგად. არავინ არ მღალატობს, არავინ არ მაწყენინებს, არავინ არ მეჩხუბება. ვართ მე და ჩემი ჯეზი, ჯეზის ჩემი ხმა ესმის. მე ვგიჟდები, მე ეგეც გიჟდება ჩემს. აი ხლა როდება, როდის გავუყვან, მთელი დღე არ იყოს შუქი და ლიფტი არ მუშაობდა. თქვენ და ყავთ, თქვენ ასე იგნებთ? სამჯერ გავყავს მე. აბა, სამჯერ. დილის 7 საათზე, 12-ზე, რომელზეც არ გავიყვანე, იმიტომ არ მუშაობდა ლიფტი, მე არ შემიძლია მე-5 საათზე. ხო და საღამოს 6 საათზე. ჯაზი ეს. ჯაზი ქვია? აბა, ინგლისურად ჯაზი. ეს ჯაზია. ო, ჯაზ. ვიდი ათისემოთ. ხამასაც უნდა რომ გადავა. რა გაკლიათ ყველაზე მეტად ეხლა? ჩემი შვილი. მე დღემდე ვგლოვ. რამდენი წელი გავიდა ეხლა? ეს იყო ხო. სადღაც უკვე გავიდა 15 წელი. მე ვრეკავ მოსკოვში. ჩემს შვილს ვრეკავ. არავინ არ იღებს ომს. არავინ. დღეები ვიფიქრე კაცო, არ ვიცი სად არის ჩემი შვილი. ბოლოს აიღო ყორმილი სიჩუმე. ჩემი დინა სად არის დინა რა სად დაუძახეთ დინას დამელაპარაკოს. დავასაფლავეთ. ერთი სიტყვა. ნო აი დავეცი დავარტყე თავი, ფეხი, გავიფუჭე ყველაფერი რა. დავუკეთე კარები, წავედი, გადავიპასე ნოზე თმები. დავამთავრე ცხოვრება, ჩავიკეტე და ვიყავი ავადმყოფი. სადაც თითქმის 3 თვე. მე შეიძლება მეტიც. ძალიან ცუდად ვიყავ. სულ მესმოდა ხმა, ვერ ვიძინებდი. ხმა, დედა, მოვდივარ, დედიკო,
რამდენი წლის იყო დინარა ქალბატონო გილი? 52-ის. არაფერი არ აწუხებდა. გაცივდა და წყალი ჩაუდგა იმაში ფილტრში. ერთი კვირა იყო ალბათ. ხედავ ცოცხლად. ეხლა რა იყო იცი? აი აქ დგას, აი აქ. მაგიდასთან და რაღაცა წმინდავს იქ. ჩემი ძინა რასაც შევიმეთი სიზმარში ცოცხალი სრულიად და ესე ჩამოხტავით და აი ესეთ რაღაცებს ხედავ. ეხლა რო შეიძლებოდეს თქვათ ჩემი წასვლა მოსკოვში შვილის სანახავად მე მაინც არ დავიდოდი. რატო იცი? მე არ დავდივარ დასაფლავებაზე. ყოველთვის ვამბობ, როცა ჩემი მეგობრები იღუპებიან და ისა მე ფეხზე ვდგევარ და ის გაშოტილი მე ვიცნობ ამ ადამიანს. მე არ შემიძლია მისი სასახლეში და მის წაღება და ეს არ შემიძლია. მე ამას ვერ დავინახავ. ეს იგივე იყო უწმინდესი. მე ფეხი მქონდა ფეხები შეკრული. მე შემეძლო და სასულა. თვითონ შემთხვევაში. მე როგორ უნდა ვნახო ეგ ამბავი. უწმინდეს ძალიან უყვარდი ეთყობა ჩემს გაიხნო და ჩამეხუტა მე მოდი გენაცვალე. ეს არა ჩვეულებრივი საჩუქარია და ეს თქვენი პირველი შეხვედრა იყო პატრიარქთან? კი. მე საიდუმლე ღამის ბალში ჩემს გულის წევას უსმენს. რმა მივიწყებას ჩემი სიმღერა დიდი ხანია ითმას. რატო წავიკითხა, ვიცი? სივარ ჩემთვის და ვკითხულობ. მარტო ლექსებს. ფიქრობ, ეგება სადღაც რაღაც დიტოა რა. იმიტომ კრიტიკა მაქვს საერთოდ. ძალიან მაღალ დონეზე. თვით კრიტიკაც. ხო. თვით და ისეც. შემიძლია ზუსტად დავტოვრა ყველაფერი. არ შემეშლება. ხო და ფიქრობ ეს ხალი ფიქრობ. საიდან აი მომეცი მე ვერ ვხედავ, მაგრამ შემო წაიგითხო. წაიგითხო? ეს ბოლომდე უნდა წაიგითხო. როგორ გამოთქმით? ჩემს გარეგნობას ბევრი ვერ იგებს. დღესაც მიყურებს გაუგნებონი, სურთ მიმატოვონ, გადაივიწყონ ჩემი ტიტული ქებული. თქვენ მითხარით როგორ უნდა წავიკითხო? სწორად ვკითხულობ? ხო. ბოლო ამთავარი. აბა გადაშევი? გინდათ გაიგოთ ვინ? ბარ. საქართველოს. ქართველებს ვგავარ. ვინ საქართველოს გული აჩუქა. ერთ-ერთი თქვენგანი მე ვარ. აი ეგ ვარ მე და ის დანარჩენი რაც იყო წინ ეს არის ისე რა. აი ეგ არის თავარი ჩემი ღერძი, რადგანაც მე ვდგება. რაც მომღერებს მე ისე როგორც მე ვღერი. აი ეს. აი ხარ ინტონაცია იყო. ეს სხვა. აი რა ვიცი, აი ხო მანდეს ჩემი სიყვარული. სიყვარული, ღალატი, ყველაფერი განშორება. ის რომ მე ჩემს გულს მოგცემ რატომ მიღალატი, აი სანაცვლოდ მე ჩემს გულს მოგცემ, მომეც შემიგო. მე სულ ღალატობ. მეგობრები, ძალიან ახლო მეგობარი ყოველთვის ღალატობდა. უბრალო ადამიანი ყოველთვის ღალატობდა. ქალი ყოველთვის შურიანობდა. ერთხელ ჩემო ახლო მეგობარი მეგონა ჩემი და იცი რა მითხრა? სუფრაზე ვზივარ და
სადღეგრძელო იყო ჩემი ქმრის, ჩემი ამანაც სადღეგრძელოში მე რომ ენახა ბორისი, მე ვიქნებოდი იმის ქვა. მე ვთხარი, შენ მეთქი ვერ იქნებოდი. რატო? იმიტომ რომ შენ ჯაზის არ ხარ. მე ვთხარი, ეს კაცი არის ჯაზი. მთლიანად. და შენ ვინ ახარ შენ? არავინ. ხო და არავინ რო ხარ, მე ვთხარი, ჩვენ ერთად არ ვიქნები. მე ვარ მთიული. მაგ ხანჯალი. აი ესე თუ დავძარი ეს ხანჯალი, ესე უნდა მოვჭრა გზა. მე დავტოვე მუსიკა. დავტოვე სიტამომე ხელოვნებაში. ახლა ის რაშიც ჩვენ კარტოფილს და ხავსს ვდებთ. იმისი ფერწერა გავაკეთე. მე მგონი ეს არის პირველი ადამიანი, რომელიც აი ესეთ სიტამომეს, ასე ვთქვათ, იჩეს. როდის დაიწყეთ ამის ამერიკაში. ხატვა. და ჩემ უღლებს ვთხარი, რომ არ კიდე მეთქი ახლა მატარებდა სუიქით აქეთი კონცერტებზე. და ვთხარი, ცოტა მეთქი ერთ კვირას დავიშვენო რა. რა არის, რა მოგივიდაო? და ვთხარი, იმიქნები ჩემთვის. გავაკეთე კარატე და რას ვხედავ? ვიყურებს პორტრეტი, ვიყურებს გავგიჟდი და ის ცელოფნები მე ხომ აჩუგეს კინოაპარატი რაღაცეები და ის ცელოფნებს ხوار ვაგდებს ლამას ცელოფნებს და მყდიდი იმაში. ვთქვი, всё, გასაგებია, წავედი მაღაზიაში, ვიყიდე წებო, ვკითხულობდი, წებო, მივაწებე არა, სხვანაირად ბოლოს ვიპოვე წებო და დავიწყე ხატვა. უბრალოდ ფერი. მე მომწონს რა იცი, ფერი მომწონს. როგორ გინდათ რომ დაგიმახსოვროთ? მე დამიმახსოვროთ. მე ხო გითხარით მაშინ გადაღებაში. მე რო წავალ, მე ისევ მოვალ. მე ისევ მოვალ, იმდენი მაგ ნამღერი რომ